უდიდესი საგანძურის შესახებ ცლად ხვალ დროებაში ზუსტად 21 საათზე. იპოვეს თუ არა თბილისში უძველესი კოლხური ცივილიზაციის გასაღები 30 წლის მათემატიკოსმა გია ყვავილიშვილმა 1 საუკუნის წინ კრეტას კუნძულზე აღმოჩენილი ფირფიტის ფესტოსის დისკოს გაშიფრვა შეძლო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნით დათარიღებული ფირფიტა საუკუნეების განმავლობაში ენათმეცნიერებისთვის საიდუმლოს წარმოადგენდა. თეასიჭინავოს სიუჟეტიდან შეიტყობთ, რა წერია თიხის დისკოზე და ჰქონდათ თუ არა უძველეს კოლხებს დამწერლობა. ჩაბუკებმა წინამძღოლებმა ლაბირინთი დახურესო. ამ ფრაზის გასაშიფრად 30 წლის მათემატიკოს გია ყვაშილოვას 17 წელი დასჭირდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1999 წელს გაზეთში ფესტოს დისკოს შესახებ წერილი წაიკითხა. თიხის ფირფიტა, რომელმაც სახელი ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძინა, რომელიც საუკუნის წინ კუნძულ კრეტაზე აღმოაჩინეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-17 საუკუნით თარიღდება, დღემდე ენათმეცნიერებისთვის ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება. საიდუმლოს გასაღები მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, როგორც თავად ამტკიცებს ამ ახალგაზრდა კაცმა იპოვა. ეს არის დედა ხალხთაება ნანასადმი მიძღვნილი საგალობელი. არტურ ევანსმა იწინა სარმეტყველა ორი ფიგურაზე დაგვირებით, რომ ეს ეძღვნება როგორც საგალობელი, გამარჯვების საგალობელი, დედა ხალხთაება, მაგრამ მე ვერ დააზუსტა, რომ ეს რომელი ხალხთაებაა, იმიტომ რომ ტექსტი არის ცოტა რა თქმა უნდა. აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ლინგვისტური თეორიები უთვლურია მათემატიკური სიზუსტეჭრის. უცხოელმა მეცნიერებმა მოყვარულის მიერ საიდუმლო დისკოს გაშიფრვა უკვე კარგახანია იწინას წარმეტყველეს. თუმცა ირკვევა, რომ ეს სიმბოლოებით სავსე წარწერა იმაზე მეტ ინფორმაციას იტევს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს იკითხება ჩხოფაი ჰორონე ნანა. დღეს შეუძლია ეს აღიქვას როგორც ლაზს და ისევე მეგრელს, რომ ეს არის ცხებული ღმერთი ნანა. ანუ ჩვენ აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასწრაფოთ, ეს არის პირველი კოლხური კი, კი, ეს ასე. ეს არის წიგნი აკარგულუს. ვერსია უძველესი კოლხური დამწერლობის შესახებ ძველ ბერძნულ წყაროებშიც ინახება და ქართველი მეცნიერების ნაშრომებშიც. თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა დღემდე არ შემორჩენილა. გია ყვაშილოვა თავისი აღმოჩენით ამტკიცებს, რომ ფესტოს დისკო კოლხური ოქროს დამწერლობის უძველესი ნიმუშია. თითქმის ყოველდღე ყვაშილოვების ოჯახში საიდუმლოს ამომხსნელთან ერთად მისი მეგობრები ამ თემებზე მსჯელობენ. ისტორიკოსები, ვინც გიას აღმოჩენის შესახებ საქმის კურსში არიან, უფრო შორს მიდიან და საინტერესო ვერსიას აყალიბებენ. ფესტოს დისკოს ახსნით ჩვენ ვღებულობთ მტკიცებულებას იმისა, რომ წინა ბერძნული ცივილიზაცია შექმნეს ქართველურმა ტომებმა, პელაზგებმა. პირველი, ვისაც გიამ თავისი აღმოჩენა ანდო, მისი ფიზიკოსი მეგობარია. რათა ნაჭყებიას იმედი აქვს, რომ მალე ეს სიახლე საქართველოში მეცნიერულ აფეთქებას გამოიწვევს. მე მგონი, რომ ერთბაშად მერე აფეთქდება საქართველოში დაიწყება ამაზე ბუმი. ეს ჩემი აზრი ასეთი. სენსაციის დონეზე რომ არ დარჩეს ეს აღმოჩენა, ეს მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩენაა და სასურველი იქნებოდა, რომ ქართველი მეცნიერები დაინტერესებულიყვნენ, ისტორიკოსები და ენათმეცნიერები. ქართველი მეცნიერებისგან გიას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. თუმცა წერილი მან გერმანელი და იტალიელი მეცნიერებისგან უკვე მიიღო. წიგნი უძველესი კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთი გასაღების შესახებ საიდუმლოს ამომხსნელს უკვე მზადა აქვს. ის ახლა მეცნიერული შეფასებების და დიდი გამოხმაურების მოლოდინშია.